ჭერაში ამ დროისთვის აღართოს, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. ჩაკეტილია მაღალმთიან სოფლებთან მისასვლელი გზები, ასევე გადაადგილება გართულებულია ბათუმის გარეუბნებში. ქობულეთში კი 900-მდე ოჯახი ამ დრომდე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა. ბათუმიდან ბოლო ინფორმაციით მერაბ წულუკიძე შემოგვიერთდება მოამბის ეთერში. ბათუმში დღეს დილიდან გამოიდარა და სიტუაციაც გასულ დღეებთან შედარებით უკვე სტაბილურია. დილიდან გაწმენდილია ცენტრალური ქუჩების უდიდესი ნაწილი. პრობლემად რჩება მხოლოდ გადამკვეთი ქუჩები და ქალაქის პერიფერიები, სადაც ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დილიდან უკვე მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა მხოლოდ 50% ტრანსპორტის გამოიყვანა ბათუმის მერიამ ჯერჯერობით, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი შეღავათია მოსახლეობისთვის, რომელიც უკვე სარგებლობს ამ ტრანსპორტით. პრობლემად რჩება ასევე ავტომანქანები, რომლებიც თოვლშია ჩარჩენილი. მოგეხსენებოდა, ბათუმში არის პარკინგის სერიოზული პრობლემა, ამიტომ მთელი ამ დღეების განმავლობაში ავტომანქანები იჭერდნენ ქუჩის სავალ ნაწილს, იქ სადაც პარკინგიც კი არ არის მითითებული. მოსახლეობას ამ დროისთვის უწყვეტად მიეწოდება როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ელექტროენერგია და წყალი. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, იგი 4 მარტს განახლდება. დღეს ავტობუსიც მოძრაობს და სუბოთი მანქანებიც განარჩენილებთან შედარებით. დღეს თვითონაც ყველაფერი ნორმალურად მოძრაობს. არაფერი შეფერხება არ მქონია. გასული დღეებიდან გარეთ არ გამოსულა, მოკლედ ისეთი სირთულეები იყო. აი, ურიზაც ვერ დავედი ადამიანი ხელა იმის სიმაღლე და ის გზები გადაგეტილი ისეთად. ძალიან ცუდი სიტუაცია ჰქონდა, არც ტრანსპორტი, არაფერი არ ჰქონდა და დღეს ძალიან კარგად ვართ, კარგად გზავრობთ, მაღაზიებიც ყველაფერი კარგად არის. აჭარაში იმყოფება პრეზიდენტი, დღეს მიხეილ ყაველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. აჭარაში პრინციპში სიტუაცია ბევრად უკეთესად არის. ამინდმაც შეუწყო ხელი და დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე დღეში ყველაფერი თითქმის 100% დაღდგენილი იქნება. დარჩა რამოდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა. პრინციპში ყველა ადმინისტრაციული ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია. ესეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინ არ არის, მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აჭარის მთავრობა, მისი ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტები, ის კოორდინაციის თემა აქ არის ძალიან მაღალ დონეზე. დღეს დასრულდება ბოლო ადმინისტრაციულ ერთეულამდე გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მანამდე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა, სადაც წარუადგინეთ დეტალური ანგარიში აჭარის რეგიონში სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გამოწვევებზე. დღეს და ხვალ უკვე შევძლებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულად იქნას აღდგენილი ელექტრომომარაგება, ასევე ბათუმში უკვე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც გითხარით, გადაადგილება ბათუმში დღეს გაცილებით ადვილია, ვიდრე გასულ დღეებში, ასევე გაიხსნა კომერციული ობიექტებიც, რომელთა დიდი ნაწილი ეს დღეები დაკეტილი იყო. ეს მერაბ წულუკიძე იყო.